შიშის განცდა და დაუცველობა აქვს იმ შემთხვევაში, როცა გარემო არ გაძლევს სტაბილურობის შეგრძნებას. თუ გარემოში ხშირი არყევები და არყევებში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად სპონტანურად ცვლილებები ხდება, დაუგეგმავია, ბევრი აქტივობა გარემოში ან ხდება ისეთი რამ, რასაც არასოდეს არ წარმოიდგენდი და ზუსტად ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდები, რაც აქამდე არ გიფიქრია და ვერც წარმოგედგინა. ხო, აი შეიძლება ამ დროს აღმოჩნდეს შიშის და დაუცველობის წინაშე. აუცილებელია ჯერ რა თქმა უნდა დაპაუზდე, გაჩერდე და აღიქვა რა ხდება შენს გარშემო და შენ საკუთარ თავში გაარკვიო რა ემოციას იწვევს ეს რეალობა შენში, რა ფიზიკური ცვლილებების წინაშე დგახარ ეხლა, თუ ემოციური ცვლილებების წინაშე დგახარ ამ მოცემულ მომენტში და აი აქედან დაიწყო, რამდენად ხელგეწიფება კონტროლი იმ მდგომარეობის, რაც შენში შიშს იწვევს, რამდენად შეგიძლია ცვლილება განახორციელო. თუ შენთვის კონტროლირებადია სიტუაცია, რა თქმა უნდა დაგეგმო და ჩადო რესურსი იმოქმედო იმისთვის, რომ უკეთესად იყო. თუ ფიქრობ და ამასაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა და სწორად უნდა გაანალიზება, რომ მიხვდე რისი კონტროლის შეგიძლია და რისი არ შეგიძლია. თუ არ შეგიძლია კონტროლი, რა თქმა უნდა ვიწყებთ მე შეგუებაზე ფიქრს ან ვიწყებთ უკვე ჩვენ საკუთარ თავში რესურსის მოძებნას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ცხოვრება.